როგორც ჩანს, რაც ეპატიება კოტე მჟავიას, არ ეპატიება ონისე ოქრიაშვილს. სწორედ ეს განცდა დატოვა დღეს ქართულ ოცნებასთან ჩვენს მიერ დასმულმა კითხვებმა, ვინაიდან კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, რომელიც რელიგიური გრძნობების, რელიგიური ფასეულობების დაცვას აპირებს და ამ ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი არც კი ერიდება იმას, რომ გადაცემებში იყოს მიწვეული და სტუდიებში იცინოს და კურიოზული შინაარსის განცხადებები გააკეთოს იგივე სახარებისეულ ეპიზოდებზე, კონკრეტულად იოანეს სახარების ის ეპიზოდი გააქილიკა კოტე მჟავიამ, როდესაც იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია. ამ საკითხებთან დაკავშირებით ის წამყვანთან ერთად ხუმრობდა და ეს ვიდეო დღეს უკვე სოციალურ ქსელებში აბსოლუტურად ძალიან ბევრი ადამიანი აზიარებს ამ ვიდეოს. ამიტომაც ქართულ ოცნებას ვკითხეთ, მაშინ როდესაც ონისე ოქრიაშვილთან დაკავშირებით და ცნობილ პოდკასტში გაჟღერებულ ხუმრობებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატები და მაღალჩინოსნები მათ შორის ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ფიქრობენ თუ არა, რომ კოტე მჟავიას მიერ გაჟღერებული ეს ხუმრობებიც და ქილიკიც არის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა და როგორ შეიძლება დაიცვას ამ ქვეყანაში რელიგია ადამიანმა, რომელიც ღმერთზე ხუმრობს. ქართული ოცნების წევრები მართალია ძალიან კარგად იციან და უნახავთ ონისე ოქრიაშვილის ვიდეო, მაგრამ კოტე მჟავიასთან დაკავშირებით ვიდეოს ნახვაც კი არ უნდათ და იმ ხუმრობის მოსმენაც კი არ უნდათ, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად შეიძლება იყოს მიჩნეული. საიდან მომივიდა უთხრა და ერთი ოქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოდ. მეორე ოთხმენო 90 წლის მერე ყურძენი არ მიგიღია და ღვინო არ გაგთავებიათო. არ ვიცი, ახლა ასე თქვენ რაღაცას მაჩვენეთ მე. არ მოვისმენ ხა. არ მოვისმენ ახლა ასე. არ მოვისმენ, იმიტომ რომ არასერიოზულია ეს. ახლა მე გაჩვენებთ რაღაცას სხვას და ასე ვილაპარაკოთ. არ მინდა. არ ვიცი, არ მომისმენია. არ მომისმენია. არ დავაცვენებ. მისმინეთ? შავიას არ დავაცვენებ, მხოლოდ ამ საკითხებს. ჩვენც ვარსებობთ ამ ქვეყანას. პოდკასტი ხომ მოისმინეთ და იმედის ეთერში რომ ადამიანმა ღმერთთან დაკავშირებით კრეფლობა. აი მისმინეთ, აი უყურეთ. არ მოვისმინე. ჯერ ამ კითხვაზე, ჯერ მოდი გამეცით ამ კითხვაზე, ჯერ ამ კითხვაზე გამეცით პასუხი და შემდეგ გავაგზავნოთ. მისაღები არის თუ არა? შშმ პირთან დაკავშირების შესაძლებელი არის თუ არა მისაღები? მე შემხედრე კითხვა მაქვს. მოდი ამ კითხვაზე თქვენს გულწრფელობაში შემხედრე კითხვა მაქვს უკაცრავად. შშმ პირთან დაკავშირებით. შშმ პირთან დაკავშირებით ხუმრობა კი არა, შეურაცხყოფა და დედისგინება. სხვათა შორის არა მხოლოდ ქართული ოცნების წევრები გმობდნენ წინასწარმეტყველ იონაზე, მათ შორის კონკრეტული იუმორისტული ფრაზების გაჟღერებას, არამედ სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული ამ ყველაფერში და ახლა, როდესაც სოციალურ ქსელში ვრცელდება ეს ვიდეო, სადაც კოტე მჟავია ხუმრობს სახარებისეულ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით, საინტერესოა ამას თუ გამოეხმაურებიან სასულიერო პირები, ვინაიდან ისინი აქტიურად გამოეხმაურნენ მაგალითად წინასწარმეტყველ იონასთან დაკავშირებულ გაჟღერებულ იუმორისტულ ფრაზებს. ჩვენ დღეს კოტე მჟავიას ვესაუბრეთ, ბათუმის თეატრის დირექტორს და ცნობილ თამადას და მას ვკითხეთ, როგორ აპირებს ის რელიგიის დაცვას და ამ ყველაფრის ფასეულობების დაცვას, როდესაც თავადაც ხუმრობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მან გვითხრა, რომ ის აპირებს, რომ პარლამენტში მომავალ კვირას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან არჩილ გორდულაძესთან ერთად ისაუბროს და იმსჯელობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ამ ფასეულობებს დაიცავს. სხვათა შორის არჩილ გორდულაძე ოცნების ის დეპუტატია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პატრიარქის მაგიდაზე ავიდა და გიორგი გახარიას პარტიის წევრს მუშტები ურტყა და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად აპირებს ახალი საინიციატივო ჯგუფი საკანონმდებლო ცვლილებებით იყოს დაცული ჩვენს ქვეყანაში რელიგიური გრძნობები და ქართული იდენტობა. რელიგია როგორ უნდა დაიცვათ, როცა თქვენ ხუმრობთ მაგალითად კონკრეტულ საკითხებზე? არასწორად არის მე მგონი მაინც გაგებული აქ რელიგიის და საკარი. რავი როგორ გითხრათ? იმ ფავდა ვინ სიტყვაზეა საუბარი, რომელიც მე სამწუხაროდ ქუჩაში გადმოდის და ანუ რელიგიის დაცვას როგორ აპირებთ, როდესაც ხუმრობთ ღმერთთან დაკავშირებულ საკითხებზე, რელიგიურ საკითხებზე? შეგიძლიათ გვიპასუხოთ?
რელიგიურ საკითხებზე. აი, იმედის ეთერში იყავით იუმორისტულ გადაცემაში და რა ვიცი, კარგად გახსოვთ ალბათ. არა, ხუმრობაზე არ არის საუბარი, ან გილწიტყობაზეა საუბარი ელემენტარული, რომელსაც შეიძლება რომ რაღაცაირად უარ გადმოინახოს ქუჩაში და აგრესია რო არ გაიზარდოს, ამდენი აგრესია რა, აბო წამოვიდა ამაზე ზგისდები, ძალიან მაფიქრებს ეს რა, აბო სადაგროვდა ეს ამდენი აგრესია. როგორც ჩანს, MMA-ის მებრძოლების დაანონსებულმა ღირებულებების და ქართული იდენტობის დაცვის მცდელობამ არ გაამართლა და ახლა ასპარეზზე უკვე კულტურის სფეროს წარმომადგენლები გამოვიდნენ. მომავალ კვირას ისინი პარლამენტში შეხვედრას აპირებენ კანონმდებლებთან, რათა საკანონმდებლო ბაზა იყოს შექმნილი, ახალი საკანონმდებლო ინიციატივები იმისთვის, რათა ქვეყანაში კულტურა, ისტორია და რელიგია იყოს დაცული.